კიბომ გამაცნო ახალი მეგობრები, ახალი ადამიანები, უფრო მეტად ვისწავლე თანადგომა, სიცოცხლის, სიკეთის დაფასება. გვერდზე უნდა დაუდგე ადამიანს და ანუგეშოდ და ნამდვილად უნდა უთხრა, რომ ეს დროებითია. ცხოვრებაში ისედაც ყველაფერი დროებითია. ჩვენც დროებით ვცხოვრობთ, ერთხელ ვცხოვრობთ, ხო და აი შეგვემთხვა რაღაც ესეთი მძიმე სენი. და ეს ხო არ ნიშნავს, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ. არა, უნდა ვიბრძოლოთ. მე ვარ ხათუნა მანჯავიძე, თბილისიდან, 53 წლის. წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მე კიბო დავამარცხე. როცა დიაგნოზი დამისვეს, სიმართლე ვთქვა, შოკის მომგვრელი იყო. მესამე სტადია, ავთვისებიანი აგრესიული. იქიდან ისეთი წამოვედი, რომ ვერ მივხვდი, რომ მე ვიყავი. ვერც ის გავიაზრე ძალიან დიდი ხანი, რომ მე მჭირდა კიბო. როდესაც პირველი ქიმია დამინიშნეს, ქიმიაზე ექიმს უარი უთხარი. დათგუნული ხარ რაღაცნაირად, ხო, შიში ხარ, იმიტომ რომ არ იცი. გაგიგია, რომ კი, ქიმია ძნელია, ჯოჯოხეთია, ცუდი გვერდითი მოვლენები აქვს, მაგრამ არ იცი და ამ შიში და მოლოდინში ხარ გაღიზიანებული, აგრესიული, გიჭირს საკუთარ თავთან ბრძოლა, ამის გააზრება, გათავისება, რომ შენ ხარ ავად, შენ გაქვს ეს ძიმესენი, რომელიც 400-osგან შედგება, მაგრამ შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. წაგართვა ცხოვრების ხალისი, მაგრამ აუცილებელია გვერდზე დგომების ყოფნა, მათი ჩართულობა, ახლობლების, მეგობრების, რომ არა ჩემი მეგობრები ქიმიიდან ქიმიამდე 21 დღის განმავლობაში, როგორც კი ცოტას მოვიკეთებდი და დამირეკავდნენ, ხათო, ხო კარგად ხარ, მაშინვე მზად იყვნენ, რომ სადღაც წავეყვანე კაფეში, ბაღში, გვესეირნა ერთად დაგველია ყავა ან ჩაი. ამიტომ აი ყველა ონკოპაციენტის გვერდზე უნდა იყოს ისეთი ახლობელი, რომელიც მასთან ერთად გაივლის ამ გზას. მართალია რთულია, მაგრამ სამაგიეროდ მერე გამარჯვების სიტკბო სულ სხვა არის და ორივე ბედნიერი ხდება. თუ კი ჩემი ეხლანდელი ამ საუბრით შემიძლია რომ ვინმეს იმედი ჩაუსახო, ხო? აი გოგონებო, დებო, დედიკოებო, აი არ ვიცი როგორ მოგმართოთ, აი მთელი სულით და გულით გეუბნებით, რომ დაიჯერეთ თქვენი თავის, გაიაზრეთ ის, რომ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელიც მართლა დროებითია. აი ცოტა ხანი და ის გაივლის და ისევ ისეთი ხალისიანები, ლამაზები იქნებით, თმაც ამოდის, წარბით, წამწამით, ისევ წახვალთ პაემანზეც, ისევ ჩაიხუტებთ თქვენ შვილებს. აი შემომხედეთ მე მაგალითად ბედნიერი ვარ. ისევ ისეთი ხათუნა დავბრუნდი. უბრალოდ უფრო გაზრდილი. ასე ვთქვათ, ამ 53 წლის ასაკში ჭკუა თითქოს უფრო მომემატაო, რაღაცეები გადავაფასე, ცხოვრებას უფრო სხვანაირად შევხედე, უფრო ვცდილობ, რომ ნაკლები ვინერვიულო, ნაკლებად გავბრაზდე, ყველასთან ისევ ისეთივე კეთილგანწყობით ვიყო. რა ვიცი, ბედნიერი მინდა რომ ვიყო.